მოგესალმებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე მუშაობას იწყებს ბიზნეს პარტნიორი. სააკუმულატორო ქვესადგური და მწვანე წყალბადის განვითარების შესაძლებლობები აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 104 მილიონი ევროს ცეცხლს გამოუყოფს. საფინანსო ინსტიტუტის რელიზში ნათქვამია, რომ პროექტი თბილისთან ახლოს ქსანში მდებარე ქვესადგურში 200 მეგავატ-საათიანი სააკუმულატორო ქვესადგურის დამატებით საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის შესაძლებლობებს გააუმჯობესებს. საფინანსო ინსტიტუტი გავრცელებულ რელიზში აღნიშნავს, რომ ობიექტი გააძლიერებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას, შეამცირებს მეზობელ ქვეყნებში დამოკიდებულებას და გაზრდის კერძო სექტორის მონაწილეობის შესაძლებლობებს. ამასთან ADB-მ ასევე დაამტკიცა $400,000 გრანტი, რომელიც დაეხმარება საქართველოს მწვანე წყალბადის განვითარების მიმართულებით. გრანტი ხელს შეუწყობს მთავრობის მიერ წყალბადის პოტენციალის განსაზღვრას და კერძო სექტორის ჩართვის წახალისებისთვის საჭირო პირობების შემუშავებას. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გასაცემი მიკროკრედიტების მაქსიმალური ლიმიტი 100,000-დან 200,000 ლარამდე გაიზარდა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა. გარდა ლიმიტის ზრდისა, ცვლილების თანახმად საქართველოს ეროვნულ ბანკს ენიჭება უფლებამოსილება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მიკროკრედიტის შესახებ დამატებითი მოთხოვნები ნორმატიული აქტით განსაზღვროს და მიკროსაფინანსო სექტორის ზედმეტი რისკებისგან დაცვა უზრუნველყოს. როგორ აფასებს სექტორის სიახლეს, რა შესაძლებლობებს აჩენს აღნიშნული ცვლილება მისოებისთვის თუ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, მიკროსაფინანსო სექტორის შეფასების ბიზნეს პარტნიორის სტუმარია მიკროსაფინანსოების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ნინო დევდარიანი. მოგესალმებით ნინო, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. უნდა ვისაუბროთ სიახლეზე, რომელსაც მიკროსაფინანსო სექტორი საკმაო ხნის განმავლობაში ელოდა, შეიძლება ითქვას და საუბარი დავიწყოთ რა თქმა უნდა შეფასებით. როგორ აფასებთ აღნიშნულ ცვლილებებს, რა დადებითი ეფექტი შეიძლება მოუტანოს სექტორს ამ სიახლეებმა? მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. პირველ რიგში ვიტყვი, რომ აღნიშნული ცვლილება ნამდვილად ასე ვთქვათ, მისასალმებელია, გამომდინარე იქიდან, რომ ბოლოს ღრის ზრდა სექტორში იყო 2018 წელს, შესაბამისად მას მერე სექტორი უკვე 100,000 ლარიან ზღვარში ოპერირებდა. ამ ზღვრის გაორმაგება ერთის მხრივ, რომ შეუწყობს თავად სექტორის, ასე ვთქვათ, გაჯანსაღებას და განვითარებას ხელს, ასევე მომხმარებლის თვალსაზრისითაც რომ შევხედოთ, მომხმარებელს ექნება უფრო დიდი არჩევანი 100-დან 200,000 ლარამდე კრედიტების, ასე ვთქვათ, მოთხოვნის შემთხვევაში, სად დაკრედიტდეს და უფრო მეტი საფინანსო ორგანიზაცია იარსებობს ბაზარზე, რომელიც ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას შეძლებს. თავად სექტორისთვის ვფიქრობ, რომ ეს არის ნამდვილად მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, ერთის მხრივ ის, რომ მას ექნება უფრო სწრაფად ზრდის და განვითარების შესაძლებლობა, მომხმარებლების უფრო დიდი ხნით შენარჩუნების შესაძლებლობა, რაც თავისთავად მათ შორის უნდა მივიდეთ იქამდე, რომ ამ სექტორში, ასე ვთქვათ, საფინანსება იქნება უფრო დაბალ და ხელმისაწვდომ განაკვეთებში და ეს ხელშეუწყობს სექტორის ზოგადად, ასე ვთქვათ, ეფექტურობის გაუმჯობესებასაც. შედეგებზე ბუნებრივია უნდა ვისაუბროთ გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც უკვე გამოიხატება ეს ყველაფერი, მანამდე კი მინდა გითხოთ ამ ეტაპზე რა ვითარებაა მიკროსაფინანსო სექტორში, აი რა ტიპის სესხებია წამყვანი, ესეც საინტერესოა და ასევე როგორია მოლოდინი დაკრედიტების კუთხით, საკმაოდ წარმატებული 2014 წლის შემდეგ, რამდენ პროცენტიან ზრდას ელით წელს? 2024 წელი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ნამდვილად კარგი წელი იყო, ასე ვთქვათ, წინა წლებთან შედარებით მიკროსაფინანსო სექტორისთვის, იყო დაფიქსირებული უფრო მაღალი ზრდის ტემპი, ვიდრე 2023-ში ჰქონდა. დაახლოებით 16% მიუხედავად იმისა, რომ ასე ვთქვათ, წლის ბოლოს უკვე გარკვეული ორგანიზაციების ერთის მხრივ ბაზრიდან გასვლა ვნახეთ, მეორეს მხრივ მიკროსაფინანსო სექტორიდან, ასე ვთქვათ, მიკრობანკების სექტორში ტრანზიციის ეტაპიც ვნახეთ. იყო გაუმჯობესებული და მუდმივად, ასე ვთქვათ, ნარჩუნდება დაბალი რისკების ტენდენცია და ეს არის, ასე ვთქვათ, კლებადი, რაც ასევე მისასალმებელია, უმოქმედო და უიმედო სესხების წილი მთლიან პორტფელში 2%-ზე ნაკლებია, რეზერვის ხარჯი და ის ასე ვთქვათ, რეზერვებიდან მომდინარე ხარჯვითი ნაწილიც არის ისტორიულად დაბალ ნიშნულზე და პრინციპში უნდა ვთქვათ, რომ გარკვეულწილად მომგებიანობის, ასე ვთქვათ, სტაბილიზაციაც მოხდა 2024 წელს. დაახლოებით 17-18%-ის მიდამოებში ვართ, ასე ვთქვათ, უგება კაპიტალთან მიმართებაში, რაც რა თქმა უნდა ჩამორჩება საბანკო სექტორისას, თუმცა სტაბილური მომგებიანობა უკვე სექტორის, ასე ვთქვათ, მიმზიდველობაზეც მეტყველებს.
2025-ში ჩვენ გვაქვს, ასე ვთქვათ, მოლოდინები, რომ ეს ტენდენციები შენარჩუნდება, გაგრძელდება რისკების კლების ტენდენციები ბაზარზე. ზრდის ტემპს ვარაუდობთ, რომ აქაც ალბათ იგივე ნიშნულს ვნახავთ, რაც 2024 წელს. თუმცა პირველი კვარტლის შედეგები ცოტა უფრო რთულია ხოლმე წლის შედეგების და პროგნოზების შეჯამება, იმიტომ რომ პირველი კვარტალი ყოველთვის უფრო პასიური კვარტალია დანარჩენ კვარტლებთან მიმართებაში. თუმცა აი ეს ტენდენციები ჩვენ გვაძლევს ოპტიმიზმის ასე ვთქვათ, საბაბს იმისათვის, რომ 2025 წელს იმ შემთხვევაში თუ არ გვექნება ასე ვთქვათ ზოგადი მაკროეკონომიკური და ფულის ასე ვთქვათ ფასის გაუარესების ნაწილი, ის პარამეტრები შეგაუმჯობესდება და შენარჩუნდება, რაც დავაფიქსირეთ 2024 წელს. ქალბატონ ნინო, ძალიან საინტერესოა საპროცენტო განაკვეთებთან მიმართებით მოლოდინის, რადგან ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რაც განაპირობებს სექტორის განვითარებას. საპროცენტო განაკვეთებს რაც შეეხება, აქაც გეტყვით, რომ პრინციპში ბოლო წლების ტენდენცია იყო მუდმივად კლებადი. ანუ მუდმივად სექტორი აბანდებდა უფრო დაბალ პროცენტში, მიუხედავად იმისა, რომ მისი ხარჯვითი ნაწილი წლიდან წლამდე არ გაუმჯობესებულა თუ არ გაუარესდა და ასე ვთქვათ, ხარჯვით ნაწილში აქაც ორი კომპონენტი შემოდის. ერთი არის თავადის ფულის ფასი, რა ფასშიც ახერხებს სექტორის, რომ სახსრები მოიზიდოს. და პრინციპში აქაც უნდა ვთქვათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ეს ფასი იყო მუდმივად მზარდი, ხოლო 2024-ში ვნახეთ, რომ გარდატეხა, როდესაც შემცირების მიმართულებით წამოვიდა ის, ასე ვთქვათ, მაჩვენებელი, რომელიც განაპირობებს ჩვენი ფულის ფასს. ეფექტურობის ნაწილში გვაქვს, ასე ვთქვათ, აქაც სტაბილური მაჩვენებელი, თუმცა ესეც ბევრად უფრო მაღალია, რო გვესმოდეს, ასე ვთქვათ, ვიდრე საბანკო სექტორს აქვს. საოპერაციო ხარჯვითი ნაწილი, ანუ თვითონ ის ასე ვთქვათ ხარჯი რაც უჯდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს იმისათვის რომ სესხი გასცეს და რა საოპერაციო ასე ვთქვათ ხარჯები მომდინარეობს ამ პროცესებიდან ესეც დაახლოებით 2.5-ჯერ უფრო მაღალია ვიდრე საბანკო სექტორში და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ აი ზუსტად ეს ინიციატივა რაც უკავშირდება სესხების ლიმიტის ზრდას ვფიქრობთ რომ აი ამ ეფექტურობის მაჩვენებლებს გააუმჯობესებს და სექტორს მიეცემა უფრო მეტი შესაძლებლობა რომ კიდევ უფრო მეტად გააიაფოს კრედიტები. დაახლოებით თუ ასე ვთქვათ 1%-ული პუნქტით უკვე შემცირებულია წინა წელთან მიმართებაში და კრედიტების ასე ვთქვათ განაკვეთები და ვფიქრობთ რომ ეს ტენდენციები კიდევ უფრო მეტად გაგრძელდება 2025-ში და აი ეს ეფექტურობის ნაწილით შეუწყობს ხელს რომ კიდევ უფრო დიდი ბიჯებით ვიაროთ გაიაფების კუთხით. სასიამოვნოა ინფორმაციის მოსმენა. ახლა კი შევეხოთ კიდევ ერთ სიახლეს, რომელიც ნამდვილად ახალია ბაზრის სტრუქტურისთვის, მიკრობანკების საკითხს, როგორ შეიცვალა ბაზრის სტრუქტურა, თუ შეგვიძლია უკვე შეფასება მიკროსაფინანსო სექტორისთვის, მას შემდეგ, რაც ორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გადაკეთდა მიკრობანკად. ორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც გადაკეთდა მიკრობანკად, მათი ჯამური წილი მიკროსაფინანსო სექტორში იყო დაახლოებით 30%. და ის ორგანიზაციები იყვნენ, ვისი, ასე ვთქვათ, დაკრედიტების და ბიზნეს მოდელების უკავშირდებოდა ბიზნესის და დაკრედიტებას და ბიზნესის ხელშეწყობას და მათი პორტფელის დიდი ნაწილი, ასე ვთქვათ, იყო ზუსტადაც ასე ვთქვათ განაწილებული ამ მიმართულებით. შესაბამისად ამ ორი ორგანიზაციის გასვლა ერთის მხრივ რომ მიკროსაფინანსო სექტორის მთლიან აქტივებს დაახლოებით 30%-ით ამცირებს და რა თქმა უნდა კომპოზიცია სექტორის სამომხმარებლო versus ბიზნესი რა თქმა უნდა შეიცვლება გამომდინარე იქიდან რომ ორმად ის მოთამაშემ რომელთა თავარი კონცენტრაცია იყო ასე ვთქვათ ბიზნეს დაკრედიტებაზე ორიენტირებული ასე ვთქვათ, გადაინაცვლა მიკრობანკების სექტორში. აქედან გამომდინარე, პირველ ხანებში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიხილავთ, ასე ვთქვათ, ცვლილებებს იმ თვალსაზრისით, რომ გვექნება კომპოზიციის ცვლაც და ზოგადი, ასე ვთქვათ, მაჩვენებლების გარკვეული გადალაგება. თქვენი შეფასებით, მიკრობანკები უფრო მეტად იქნებიან მისოების კონკურენტები თუ კომერციული ბანკების? მიკრობანკების მე პირადად ვუყურებ შემდეგნაირად, რომ ეს არის ისევ იმ მიზნობრივ სეგმენტზე ორიენტირებული, რაზეც, ასე ვთქვათ, იყვნენ მანამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რაც არის მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება. უბრალოდ მათ, ასე ვთქვათ, მიკრობანკების სტატუსით შეძენილი ახალი შესაძლებლობები აძლევთ საშუალებას, რომ ცოტა უფრო ფართო სპექტრს მოემსახურონ და ცოტა უფრო დიდ ხანს მოემსახურონ თავიანთ კლიენტურას, სრულად მოიცვან, ასე ვთქვათ, მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორი. აქედან გამომდინარე, მათი ორიენტირი ნიშურად რჩება ისევ მცირე და საშუალო ბიზნესზე, უბრალოდ მცირე და საშუალო ბიზნესის, ასე ვთქვათ, უფრო მაღალი საჭიროებების მომსახურების შესაძლებლობაც ექნებათ. და გარდა ამისა, მიკრობანკებს, ასე ვთქვათ, აქვთ კიდე დამატებითი ბერკეტი, რაც მნიშვნელოვანია, ასევე მათი, ასე ვთქვათ, სახსრების გაიაფების და
შეთავაზებების ნაწილში ეს არის დეპოზიტების მოზიდვის შესაძლებლობა. დეპოზიტების მოზიდვით ეს ორგანიზაციები მოახერხებენ, რომ ლოკალურ ბაზარზე, ასე ვთქვათ, მოიზიდონ უფრო იაფად სახსრები, ვის დროს ამას ახერხებდნენ მანამდე და ეს გაიაფებული სახსრები, როგორც გითხარით, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია იმაში, რომ გაიაფდეს საბოლოოდ პროდუქტი და გაიაფდეს საბოლოოდ სასხები. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს შესაძლებლობები ამ ორგანიზაციებს მიცემთ საშუალებას, რომ ერთის მხრივ თავიანთ ნიშურ მომხმარებელს შესთავაზონ უკვე უფრო იაფი პროდუქტები, ვიდრე მანამდე ჰქონდათ და მეორეს მხრივ დააკმაყოფილონ მათი უფრო გაზრდილი, ასე ვთქვათ, მოთხოვნა კრედიტებთან მიმართებაში. კი ბატონო, და რომ გადავიდეთ გამოწვევების ნაწილზე, მიკროსაფინანსო სექტორი ინარჩუნებს დაბალი რისკების პროფილს, როგორც თქვენ აღნიშნეთ, და ასევე ისაუბრეთ საოპერაციო ხარჯებზე. გამოწვევები რა არის მიკროსაფინანსო სექტორისთვის დღეისათვის? გამოწვევების ნაწილში აი როგორც აღნიშნეთ და ვთქვი 24 წელი იმიტომ იყო წარმატებული სექტორისთვის, რომ გარკვეულწილად გარკვეული ხარჯების შემსუბუქება ვიხილეთ. ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხარჯი, რასაც ახლა ჩვენ საუბრობთ მიკროსაფინანსო სექტორისთვის, ეს არის ფულის ფასის ხარჯი და აქ თუ შენარჩუნდება ეს კლების ტენდენციები და გაიაფება ნახა სექტორმა მოზიდული სახსრების ნაწილში, მას ექნება ზრდის და გაჯანსაღების კიდევ უფრო დიდი პერსპექტივა. და მეორე თვალსაზრისით, აი ეს ინიციატივები, რაც უკავშირდება, ასე ვთქვათ, მათი ეფექტურობის ნაწილს და თუნდაც ის, რომ ასე ვთქვათ, ზღვარი გაიზრდება, ეს მისცემს საშუალებას, ასე ვთქვათ, სექტორს, რომ ერთეულ სესხზე უფრო ნაკლები დანახარჯით, ასე ვთქვათ, იოპერირონ. დღეს რო გვესმოდეს, დაახლოებით მიკროსაფინანსო სექტორში საშუალო სესხის მოცულობა არის 2500 ლარი. შესაბამისად, ასე ვთქვათ, გაზრდილი ზღვარი მოგცემს იმის საშუალებას, რომ საშუალო სესხის ოდენობა ცოტათი გაიზარდოს, შესაბამისად, ერთეული დანახარჯი იმ სესხზე, ასე ვთქვათ, უცვლელად დარჩენის შემთხვევაში ეფექტურობის ნაწილს ნამდვილად გააუმჯობესებს. და ეს მისცემს საშუალებას, რომ უკვე გააიაფოს სექტორმა თავისი პროდუქტები. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. სტაბილური გარემოს პირობებში, ანუ მიკროსაფინანსო სექტორის მოლოდინები არის დადებითი. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, დაგემშვიდობებით, მაყურებელს შევახსენებ მიკროსაფინანსო სექტორის სიახლეებზე საუბრობდა მიკროსაფინანსოების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ნინო დევდარიანი ჩვენს ეთერში. ჩვენ კი ვაგრძელებთ გადაცემას წინასააღდგომო პერიოდში სავაჭრო ობიექტების სურსათით მომარაგების კუთხით პრობლემა არ არსებობს, თუმცა როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციაში აცხადებენ, პრობლემები ექმნებათ გაბარიტულ სადისტრიბუციო სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც სავაჭრო ობიექტების მომარაგებისთვის სპეციალური დრო აქვთ გამოყოფილი. ხშირ შემთხვევაში დედაქალაქში შექმნილი საცობების გამო უკან დაბრუნებას ვერ ასწრებენ, რის გამოც სოლიდური თანხით ჯარიმდებიან, რაც საბოლოო ჯამში პროდუქციის ფასზეც აისახება. გარდა ამისა, ბოლო რამდენიმე თვეა სხვადასხვა გარემო ფაქტორების გათვალისწინებით სურსათზე ფასის ზრდის ტენდენცია შეინიშნება. მომარაგების კუთხით რეალურად პრობლემა არ არსებობს. ერთადერთი პრობლემა, რომელიც წარმოიშვა აღნიშნული მიმართულებით, არის გაბარიტული სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მიმართულებით, რიგ შემთხვევაში შექმნილი საცობებიდან გამომდინარე ფიზიკურად ვერ ასწრებენ დაბრუნებას და ჯარიმდებიან ინტენსიურად და ჯარიმა საკმაოდ მაღალია. თითქმის ყველა პროდუქციაზე ფასი გარკვეულწილად გაზრდილია, ეს ხდება თვეების განმავლობაში ეტაპობრივად, გამოწვეულია სხვადასხვა გარემოებებით, რიგ შემთხვევაში შეიძლება იყოს საერთაშორისო ბაზარზე ფასების ცვლილება და მათ შორის იმ ურთიერთობებით, რომელიც საცალო ვაჭრობის ქსელურ ობიექტებთან გააჩნიათ მიმწოდებულებს და ის დამატებით დაწესებული გადასახადებით, რაც ქმნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფასს წარმოქმნას ფლიანად პროდუქტში, რაც მომხმარებელს ფასს ეხება. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა. ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაში პროვეინ ტოკიო ქართული ღვინის მწარმოებელი 9 კომპანია მონაწილეობდა. გამოფენას 50,000-მდე ვიზიტორი დაესწრო, მათ შორის ღვინის პროფესიონალები და კომერციული სფეროს წარმომადგენლები. იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს გაიმართა. შემდგომ წლებში კი ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობდნენ გამოფენებში, ადგილობრივ ღვინის კონკურსებში, ქართული ღვინის წარდგენა დეგუსტაციებში, რომლებიც იაპონიის სხვადასხვა ქალაქში იმართებოდა. 10 წელზე მეტია ღვინის ეროვნული სააგენტო ხელს უწყობს ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს, მიიღონ მონაწილეობა იაპონიაში ისეთ გამოფენებში, როგორიც არის ფუდექსი,
Wine Gourmet და Pro Wine Tokyo. გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები გამართავენ შეხვედრებს იმპორტიორებთან, კომერციულ პირებთან და მედიის წარმომადგენლებთან, რაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას იაპონიის ბაზარზე. იმერული ღვინის ასოციაცია პირველად არის წარმოდგენილი ტოკიოს Pro Wine-ზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის, ზოგადად იმერეთის წარსადგენად და იმერელი მეღვინეების წარსადგენად. ჩვენი ასოციაციის წევრებისთვის განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობს ასეთი გამოფენები. დიდი მადლობა გვინდა მოუხადოთ ღვინის ეროვნულ სააგენტოს თანადგომისთვის და ზოგადად ქართული ღვინის პრომოუშენისთვის. რა თქმა უნდა, მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობთ ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან და მათი დახმარებით ვიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენებში, მათ შორის ამ გამოფენაში. გვაქვს გარკვეული წარმატებები ამ ბაზარზე წლების განმავლობაში, თუმცა იმედი გვაქვს და ვფიქრობთ, რომ მომავალში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადავდგათ და ასე ვთქვათ, გვაქვს სერიოზული გეგმები იაპონიის ბაზართან დაკავშირებით. მონაცემთა უსაფრთხოება, ხელმისაწვდომობა და ვერიფიკაციის ახალ დონეზე აყვანა ამ მიზნით რეგიონში პირველი ბლოკჩეინზე დაფუძნებული მონაცემთა საცავი Pix Drive შეიქმნა. პროდუქტი მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეინახონ და გააზიარონ მონაცემები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ამასთან უზრუნველყოფს სერტიფიკატების და ხელმომწერი ორგანიზაციების სრულ ვერიფიკაციას, რაც სერტიფიკატების გაყალბებას გამორიცხავს. საფინანსო სექტორში ვადაგადაცილებული სესხების წილის მცირედი ზრდა ფიქსირდება კრედიტინფო საქართველოს მონაცემებით აქტიური სესხის მქონე ფიზიკური პირების 20%-ს მიმდინარე ვადაგადაცილება აქვს. რამდენი ადამიანია ეგრეთ წოდებულ შავ სიაში და როგორ უნდა მოიქცეს მომხმარებელი, თუ კი საკრედიტო ინფორმაციის გაუმჯობესებას სურს. დეტალებით ქრისტინე გამთენაძე შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში. ქრისტინე, მოგესალმებით და გისმენთ. თათია, გამარჯობა. კრედიტინფო საქართველოს მონაცემების თანახმად 31 მარტის მდგომარეობით 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება 370,000 ფიზიკურ პირს უფიქსირდება. ჯამურად ვადაგადაცილებული სესხების პორტფელი კი 2,7 მილიარდი ლარია. ვადაგადაცილებული სესხების წილი ყველაზე მაღალი საბანკო სექტორშია, რაც სპეციალისტების შეფასებით განპირობებულია იმით, რომ ბანკებზე დაკრედიტების 80%-ზე მეტი მოდის. ამასთან კრედიტინფოს მონაცემებით განსაკუთრებით პრობლემური საკრედიტო ბარათი, სალომბარდე და სამომხმარებლო სესხებია. კრედიტინფო საქართველოს ინფორმაციით ვადაგადაცილებული სესხები გარკვეული პერიოდის შემდეგ გადადის ვალის ამომღებ ორგანიზაციებში და შესაბამისად ამ სესხების დიდი ნაწილი თავმოყრილია სწორედ არასაბანკო სუბიექტებში. როგორც საზოგადოება და ბანკებში აცხადებენ, თუ კი ტენდენციას დავაკვირდებით, წლიდან წლამდე პრობლემური სესხების და ჭარბოვალიანი მოქალაქეების რაოდენობა იზრდება. გასული წლის ბოლოს იყო გარკვეული სტრესული პერიოდი ბიზნესისთვის და იყო გარკვეული კლებაც, უბრალოდ ზრდა იყო გაჩერებული რაღაც გარკვეულ პერიოდში და ველოდებოით, რომ წლის განმავლობაში შესაძლებელია ასევე რაღაც ნელი ტემპებით ყოფილიყო და ან საერთოდ არ გაზრდილიყო, თუმცა ჯერჯერობით ამის თქმა არ შეგვიძლია, იზრდება პორტფელი და აქტიურობა თითქმის იგივე დონეზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის. წილადობრივად, რა თქმა უნდა, საბანკო კლიენტები ჭარბობენ, იმიტომ რომ დაკრედიტების დიდი ნაწილი 80%-ზე მეტი მოდის სწორედ ბანკებზე, თუმცა მე ეს ვადაგადაცილებული სესხები გადადის როგორც წესი ვალის ალანხებებში და დიდი ნაწილია სწორედ ეს ვალის ალანხებების მომხმარებლები ამ ეტაპზე, რომლებიც ბანკებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან გადაეცათ მე მსგავსი ტიპის ორგანიზაციებს. იქ არის მოქცეული ძირითადად ეს 370,000 პირი. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც წლობით აქვს ვადაგადაცილებული სესხი, მას შეიძლება ქონებაზე ჰქონდეს გადაღადებული ან უწევდეს საკუთარი ქონების გადაფორმება, ეკონომიკურ აქტივობაშიც სრულფასოვნად ვერ ერთვებიან, რადგან თუ ჩაერთვებიან მათ რაღაც ხელფასს დაუკავებს ბანკი ან ეს ამომღები კომპანია ან დაყადაღებული იქნება აღსრულების ბიუროს მიერ და ეს ცალკე პრობლემა, რომ 370,000 ადამიანი ჩახსნილი ყავს ეკონომიკურად აქტიური პროცესებისგან, ხო? უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე უფრო პრობლემური განსაკუთრებით სამართალს არის მცირე სესხები, სადაც 2,000 ლარამდე. როგორც საბანკო, ასე სხვა ტიპის სესხები არის უფრო მცირე სესხები პრობლემური და ანუ ხდება ამ პრობლემური სესხების ჩამონათვალში. იმიტომ რომ თქვათ იპოთეკური სესხი ეს აღებისას უფრო მეც ფიქრობს სესხებელიც ქონება აქვს ჩადებული და შესაბამისად არ უნდა მისი დაკარგვა და ცდილობს რომ ან გადაიხადოს ან გაყიდის ამ უძრავ ქონებას, ხო ბოლო-ბოლო. აი სამხარებულ ტიპის სესხებია უფრო თავმოყრილი და როგორც გითხარით არის დიდხნიანი ვადაგადაცილების
როგორც აღინიშნა, პრობლემური სესხების ძირითადი ნაწილი სესხის ამომღებ ორგანიზაციებშია თავმოყრილი, როგორც საზოგადოება და ბანკებში აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის ორგანიზაციებიც რეგულირების ქვეშ ექცევიან, მათი მხრიდან სესხის ამოღების პროცესი ხშირად მომხმარებლების უფლებებსაც არღვევს. კრედიტინფო საქართველოში კი ამბობენ, რომ როცა მომხმარებლები ეგრეთ წოდებულ შავ სიაში ხვდებიან, მათი საკრედიტო რეიტინგი ბუნებრივია უარესდება. საკრედიტო ქულის გაუმჯობესების ერთადერთი გზა კი სესხის დაფარვა. როგორც კი იწყება ვადაგადაცილება, ამ სესხზე იწყება ვადაგადაცილება, რომ არის მინდანი ვადაგადაცილებაში, ეს ნიშნავს ეგრეთ წოდებულ შავ სიას, რომელსაც მომხმარებლები ეძახიან ძირითადად აი მის გამო უარესდება, რა თქმა უნდა, საკრედიტო ქულა და რეიტინგი, და საკრედიტო ისტორია ზოგადად, აი მის გაუმჯობესება იწყება, როგორც კი დავფარავთ ჩვენ გადახდას, რამდენიმე თვეში უკვე მნიშვნელოვანი საქმიანობი ცვლილებებია ხოლმე, როდესაც კარგად გრაფიკის უბრუნდებით და კარგად გადახდებს ვაფიქსირებთ, უფრო და ყოველთვიურად ნელ-ნელა ეტაპობრივად იზრდება ეს საკრედიტო ქულა და რა თქმა უნდა ინაცვლებს რეიტინგის და ზედა კატეგორიებში გადადის მომხმარებელი. ეს უმალ არ ხდება, რა თქმა უნდა, 1 კვირა და 2 კვირა და თუნდაც 1 თვე არ არის საკმაოდ შემოსი, რაღაც გარკვეული პერიოდი უნდა დაფიქსირდეს და უნდა დაფიქსდეს ცალსახად, რომ რაღაც ფინანსური პრობლემები არ აქვს მომხმარებელს და იხდის გრაფიკის მიხედვით. ძირითადად ჩვენთან აინტერესებს რამდენად აქვს თქვა მსგავსი მოქმედებების უფლება ასეთ კომპანიებს რაღაცა ხშირად მორალურ და ეთიკურ ნორმებს ცდებიან მიუხედავად იმისა რომ რეგულირებულები არიან თუმცა სიტუაცია შეიძლება ითქვას უფრო გამოსწორებული ადრე სანამ თქვა ეროვნული ბანკი დაარეგულირებდა ახლა შესაძლებელია რომ მათ ჯარიმების დაუწესდეთ მაგრამ საბოლოო ჯამში საკმაოდ რთულ კონტინგენტთან უწევთ მათაც შეხება ხო ადამიანი წარმოიდგინეთ რომ აი წლობით აქვს ვადაგადაცილება ვერ იხდის პრობლემა შეიძლება სოციალურ დაუცველთა ბაზაშიც მოხდეს უკვე ამიტომ ხშირად ჩვენ როცა მოგვართავენ ურჩევთ რომ მიმართოთ თქვა ეროვნულ ბანკს ვინც არის რეგულატორი მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით და ასევე მნიშვნელოვანია რომ ყველა ადამიანმა იცოდეს საკუთარი უფლებები კრედიტინფო საქართველოს 1 იანვრამდე მხოლოდ 10 მილიონ ლარამდე მოცულობის სესხებზე ჰქონდა წვდომა. იანვრიდან კი ბანკებმა ყველა ტიპის სესხებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაზიარება დაიწყეს. შესაბამისად, კრედიტინფო უახლოეს პერიოდში ბიზნეს სესხების დამუშავებას და გაანალიზებასაც შეძლებს. მადლობა ქრისტი, ვადაგადაცილებული სესხების სტრუქტურის მიმოხილვით ქრისტინა გამთენაძე საუბრობდა ჩვენს ეთერში. ტურისტულად მიმზიდველი ლოკაციები, თანამედროვე ტენდენციები და სიახლეები ტურიზმის სფეროში ავტორიტეტულმა გამოცემა Time-მა 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო ადგილების სია გამოაქვეყნა, რომელია ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილები, რომლებიც ტრანსფორმაციული გამოცდილების მიღებას პირდება. მათ ანა პატარიძე მოგვიყვება მის მიერ მომზადებულ სიუჟეტში. მოგზაურობა იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე რუკაზე კვალის დატოვება. ეს არის გზა, სადაც ყოველ მომდევნო ნაბიჯს ახალი გამოცდილება მოაქვს და ახალ მოგონებებს ქმნის. ამ მხრივ პრიორიტეტები ყოველთვის ინდივიდუალურად ნაწილდება. ერთი თუ უპირატესობას კომფორტსა და ფუფუნებას ანიჭებს, მეორე შესაძლოა ისტორიულს ან სულაც თანამედროვესა და განსხვავებულს ეძებდეს. სწორედ ამიტომ უკვე მე-7 წელია გლობალური გამოცემა Time მსოფლიოს მასშტაბით წლის უნიკალური ადგილების სიას აქვეყნებს, რომელიც მოიცავს ყველაფერს, უახლესი კურორტებიდან დაწყებული ღირსშესანიშნაობებითა თუ კრუიზებით დამთავრებული. Time-ის სია, რომელიც მოგზაურობის მიმდინარე წლის ტენდენციებს ასახავს, სულ 100 დანიშნულების ადგილს აერთიანებს, საიდანაც შევეცდები რამდენიმე განსხვავებული და ახალი ლოკაციის შესახებ გიამბოთ. არა აუცილებელი მარიოს, შინოს ან ზელდას შესახებ იცოდეთ, რომ ნინტენდოს მუზეუმი დააფასოთ. თუმცა, ნებისმიერმა ვინც ბავშვობა ნინტენდო სუიჩზე ან ვინტაჟურ გეიმბოიზე მიწებებულმა გაატარა, აქ შესაძლოა თავის საყვარელი თამაშების ნაწილადაც იგრძნოს. სწორედ ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ მრავალი თამაშითა და ტექნოლოგიებით სავსე სივრცე, რომელიც გეიმინგ ინდუსტრიის 10 წლეულებს ერთჯერ ქვეშ აერთიანებს, Time-ის სიაში საპატიო ადგილი დაიკავა. ახლა იაპონიიდან პირდაპირ პარიზში გადავინაცვლოთ. 2019 წლის ხანძრისა და რესტავრაციების შემდეგ, სულ ახლა ხანს თავიდან გახსნილი ნოტრდამით სიაში რა თქმა უნდა მოხვდა. გლობალურ გამოცემაში ფიქრობენ, რომ ფრანგული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლო, რომანული და გოთიკური არქიტექტურის ნაზავი, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, 2025 წლის ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ლოკაცია იქნება მსოფლიოში.
თაიმის სია არც ოკეანეებისა და ზღვების მოყვარულებს ტოვებს მიმზიდველი სამოგზაურო ლოკაციების გარეშე. შემდეგ მიმართულება სწორედ წითელი ზღვის წყლებშია მოქცეული. შეება რიზორტი, ფუტურისტული კურორტი, რომელიც წარმოადგენს საუდის არაბეთის ძალისხმევის ნაწილს, გახდეს მნიშვნელოვანი ახალი სამოგზაურო დანიშნულების ადგილი. სარკისებრ წყალზე მოლივლივე ფოლადით დაფარულ ვილებს, თაიმი ტალღებზე მარგალიტების მწკრივს ატარებს. შემდეგი ლოკაცია არც მეტი და არც ნაკლები ზიმბაბვეში ვიქტორიას ჩანჩქერიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზეა განთავსებული. საუბრობთ მბანო-მანო როტელზე, პირველ ლაქშერულ სასტუმროზე რეგიონში, რომელიც შავკანიან ზიმბაბველ ქალს ეკუთვნის. ახლა კი ვიმოგზაუროთ დარვინსა და ადელაიდას შორის, ავსტრალიის სანახაობრივი წითელი ცენტრის გავლით. ეს ავსტრალიის ლეგენდარული ლაქშერი მატარებელია განი, რომელიც მოგზაურებს ეპიკურ თავგადასავალს თავაზობს. საინტერესო ადგილების, ისტორიისა და ხალხის აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევა. თითქმის 54 საათიანი მოგზაურობა მატარებლის გარეთ ურებსაც მოიცავს და 3000-მდე კილომეტრს ფარავს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ სოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამგზავრო მატარებელი განი თაიმმა სოფლიოში მოსანახულებელ საუკეთესო ლოკაციებს შორის დაასახელა. სიაში კიდევ ბევრი და განსხვავებული ლოკაცია შეგხვდება, თუმცა კიდევ ერთი დიდი და მნიშვნელოვანი ტენდენცია, რაზეც თაიმი ამახვილებს ყურადღებას, მოგზაურობის დიდი დაბრუნება. გლობალური გამოცემის თქმით, ტურიზმის ინდუსტრია პანდემიამდელ დონეს ჯერ კიდევ 2023 წელს დაუბრუნდა, გასულ წელს კი კიდევ უფრო წინ წავიდა და მომხმარებელთა დანახარჯების რეკორდების დამყარებით გლობალური მშპ-ს დაახლოებით 9-10% შეადგინა. გამოცემა მიმდინარე წელს კიდევ უფრო უკეთესი მაჩვენებლების გამოვლენას ვარაუდობს. ყოველკვირეული რუბრიკა ფინანსური სექტორის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების მეორე გზამკვლევზე შევაჩერებთ დღეს თქვენს ყურადღებას. მდგრადი დაფინანსება ისეთი საინვესტიციო გადაწყვეტილებაა, სადაც ფინანსურ ფაქტორებთან ერთად გარემოს დაცვითი და სოციალური საკითხებია გათვალისწინებული. მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარებაზე ეროვნული ბანკი 2017 წლიდან მუშაობს და ფინანსურ სექტორში გარემოს დაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების ინტეგრაციის ხელშეწყობას, კლიმატის ცვლილებასთან და სხვა ESG ფაქტორებთან დაკავშირებული ფინანსური რისკების მართვის გაუმჯობესებას და საქართველოს დაბალ ნახშირბადიან და მდგრად ეკონომიკაზე გადასვლის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. რა ღონისძიებებს აერთიანებს და რამდენ მიმართულებას მოიცავს მდგრადი დაფინანსების მეორე გზამკვლევი, რომელიც ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების პროცესში მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს და როგორია პირველი გზამკვლევის მიღწევები საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის მდგრადი დაფინანსების განყოფილების უფროსი სალომე თვალოძე გვეტყვის გაცილების მეტს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. სალომე, მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუმრობისთვის და თქვენი დროისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს და დიდი მადლობა მოწვევისთვის. სალომე, რას მოიცავს მდგრადი დაფინანსების მეორე გზამკვლევის სტრატეგიული დოკუმენტი, რომ გითხრათ, რა მიმართულებებზე კეთდება აქცენტი, ანუ ფოკუსი სად არის ამჭირად? დიახ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარებაზე 2017 წლიდან მუშაობს და პირველი გზამკვლევი 2009 წელს გამოვაქვეყნეთ, რომელიც მოიცავდა ძირითად მიმართულებებს და შესაბამის სამოქმედო გეგმას. ამ სამოქმედო გეგმის განხორციელება 2019-24 წლებში მოვახდინეთ და პარალელურად დავიწყეთ ახალ გზამკვლევზე მუშაობა, რომელიც უკვე წელს გამოვაქვეყნეთ. ახალ გზამკვლევს რაც შეეხება, ძირითადი მიმართულებები ისევ რჩება, რაც პირველ გზამკვლევში იყო წარმოდგენილი, თუმცა უფრო გავაფართოვეთ და ასე ვთქვათ, ორად გავყავით. გვაქვს ძირითადი პილარები, ანუ ძირითადი მიმართულებები, რომელიც მოიცავს მდგრადი ფინანსურ ნაკადებს, ანუ როგორ შეუწყოთ ხელი მდგრადი ფინანსური პროდუქტების შექმნას და მდგრადი დაფინანსების ბაზრის განვითარებას საქართველოში. მეორე მიმართულება კონცენტრირებას ახდენს უკვე რისკების მართვაზე, ანუ კლიმატთან და სხვა ESG საკითხებთან დაკავშირებული რისკების მართვაზე. მესამე ეს არის გამჭვირვალობა და ანგარიშგება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გვაქვს ახალი მეოთხე ძირითადი მიმართულება, რომელიც უკვე ითვალისწინებს ცენტრალური ბანკის, ანუ ეროვნული ბანკის, ასე ვთქვათ, გამწვანებას. ანუ ეს არის მიმართულება, რომელიც სრულიად ახალია და აქ უკვე გათვალისწინებულია შევისწავლოთ ის პოტენციური აქტივობები, რომელიც შეიძლება განვახორციელოთ და ხელი შეუწყოთ ეროვნული ბანკის როგორც ორგანიზაციის გამწვანებას და გვაქვს ანუ ასე ვთქვათ დამატებითი დამხმარე გამჭოლი მიმართულებები, რომელიც აუცილებელია ამ ძირითადი მიმართულებების განსახორციელებლად. ეს მოიცავს როგორც ცნობიერების ამაღლებას და კვალიფიკაციის ზრდას, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივ თანამშრომლობას და კოორდინაციას. კი ბატონო, სწორედ ღონისძიებებზე მინდოდა მეკითხა, ცნობიერების ამაღლება არის ერთ-ერთი იდენტიფიცირებული გამოწვევა ამ მიმართულებით. რაიმე განსხვავებული მიდგომები თუ გექნებათ
მეორე გზამკვლევის ნაწილში, ან მოცვის ნაწილში თუ არის ასევე განსხვავებული მიდგომა. დიახ, როგორც აღნიშნეს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა და ძირითადი ფოკუსია, განსაკუთრებით ეს იყო პირველი გზამკვლევის შემთხვევაში, როცა ცნობიერება კი უფრო დაბალი იყო, ამ მხრივ ძალიან დიდი პროგრესი და მიღწევები გვაქვს, შესაბამისად ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, რაც რომ კიდევ უფრო გავზარდოთ ცნობიერება მდგრადი დაფინანსების მიმართულებით და შევეხოთ არა მხოლოდ ფინანსურ სექტორს, სადაც უკვე გაზრდილია, ასე რომ ვთქვათ, ამ საკითხებზე ცნობიერება, არამედ მოვიცვათ უფრო ფართო სპექტრი, იქნება სხვა არაფინანსური კომპანიები თუ უფრო ფართო საზოგადოება. ქალბატონო სალომე, მეორე გზამკვლევი მდგრადი დაფინანსების შეიქმნა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კომპანიებთან და ორგანიზაციებთან აქტიური კოორდინაციით. საინტერესოა, როგორი იყო სამუშაო პროცესი, ანუ რა ახალი მიმართულებები გამოიკვეთა, რას ურჩევენ საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ამ მიმართულებით. დიახ, ზოგადად ჩვენ მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს ყოველთვის საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობით და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით ვავითარებთ და ვახორციელებთ, არც მეორე გზამკვლევი იყო გამონაკლისი. ამ შემთხვევაში ჩართულები იყვნენ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის, ანუ IFC-ის, მდგრადი საბანკო და საფინანსო ქსელის, SPFN-ის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, EBRD-ის და შპარკასე საქართველოს ექსპერტები, რომელთაც გაუზიარეთ სამუშაო ვერსია და მივიღეთ ძალიან ღირებული უკავშირი და სწორედ ამ კომენტარების და უკავშირის გათვალისწინების შედეგად მიიღო საბოლოო სახე ამ დოკუმენტად და გამოქვეყნდა. თქვენ ახსენეთ მდგრადი დაფინანსების პირველი გზამკვლევი, რომელიც 2019-24 წლებს მოიცავდა. საინტერესოა ვისაუბროთ შედეგებზე უფრო დეტალურად, რა შედეგები გვაქვს სახეზე. დიახ, გვინდა ვთქვათ, რომ მოვახერხეთ, რომ ყველა აქტივობა, რომელიც გაწერილი ჰქონდა პირველ გზამკვლევში, განვახორციელეთ და ეს ნიშნავს იმას, რომ მდგრადი დაფინანსების ძირითადი მიმართულებით, რომელიც მოიცავს მდგრად ფინანსურ ნაკადებს, რისკების მართვასთან გამჟღავნებას, გვაქვს როგორც რეგულაციები და მოთხოვნები, სავალდებულო მოთხოვნები ფინანსური სექტორისთვის შემუშავებული, ასევე გვაქვს სახელმძღვანელო პრინციპები და ხშირ შემთხვევაში ინსტრუმენტები, რომელიც უკვე ეხმარება ფინანსურ სექტორს ეს ჩვენი მოთხოვნა და რეგულაციები პრაქტიკაში დანერგოს. ფაქტიურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეგულატორული ჩარჩო შევიმუშავეთ და უკვე საფუძველი არის იმისი, რომ მდგრადი დაფინანსება კიდევ უფრო აქტიურად განვითარდეს საქართველოში. კი ბატონო, საინტერესოა, როგორია უახლესი გლობალური ტენდენციები მდგრად დაფინანსებასთან მიმართებით და ჩვენს შემთხვევაში ალბათ რეგიონის ქვეყნებთან მიმართებით საქართველოს რა პოზიცია აქვს, რომ შევაფასოთ? დიახ, ამ მიმართულებით ზოგადად საერთაშორისო დონეზე წამყვანმა ცენტრალურმა ბანკებმა აქტიურობა დაიწყეს 2015 წლიდან და მას შემდეგ ამ მიმართულებით შემუშავებული პოლიტიკები და რეგულაციები სულ უფრო მეტად იზრდება და 3-ჯერ და 4-ჯერ გაიზარდა ბოლო წლების განმავლობაში, თუმცა არ ჩამორჩება მზარდი და განვითარებული ქვეყნები, ისინი ძალიან აქტიურად მუშაობენ და ამას ადასტურებს საერთაშორისო შეფასებები და მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ საკმაოდ ადრე დავიწყეთ 2017 წელს ამ მიმართულებით მუშაობა, შესაბამისად მოვახერხეთ, რომ გარკვეული გამოცდილება ათვლის წერტილი საქართველოს შემთხვევაში არის 2017 წელი. 2017 წელი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მესამე მხარის საერთაშორისო მესამე მხარის შეფასებით საქართველოს მზარდი და განვითარებული ქვეყნებს შორის არის თავისი მდგრადი დაფინანსების რეგულატორული ჩარჩით არის ერთ-ერთი მოწინავე და წამყვანი და ვაპირებთ, რომ სწორედ ასე ამ მიმართულებით გავაგრძელოთ მუშაობა. ქალბატონო სალომე, ვისაუბრეთ გამოწვევებზე, უფრო სწორედ ვისაუბრეთ ცნობიერების ამაღლების კუთხით არსებულ გამოწვევაზე, დამატებით რა გამოწვევები შეგიძლიათ დაიდენტიფიციროთ? დიახ, რა თქმა უნდა, ეს რეგულაციები, რეგულატორული ჩარჩო ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ფინანსურმა სექტორმა ეს ყველაფერი პრაქტიკაში დანერგოს და ერთ-ერთი ფოკუსი მეორე გზამკვლევის სწორედ ეს იქნება, რომ უზრუნველყოს, რომ ფინანსურმა სექტორმა ეს ყველაფერი ეფექტიანად დანერგოს. რა თქმა უნდა, არის გამოწვევები, არის თქვათ შესაძლებლობების და კვალიფიკაციის კუთხითაც გამოწვევები და ამ კუთხითაც აქტიურად თანამშრომლობთ ფინანსურ სექტორთან, რომ ეს ყველაფერი გადავლა ხოთ და მივიღოთ ის, რომ ფინანსური სექტორი ძალიან წარმატებულად ნერგავს ამ ჩვენს რეგულაციებს და ჩარჩოს. და უფრო კონკრეტულად ESG საკითხების ჭრილში როგორია კომერციული ბანკების მდგომარეობა ამ დროისთვის? დიახ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ბოლო წლების მანძილზე აქტიურად ვადევნებთ თვალყურს და ვაფასებთ თუ როგორ მიდის განვითარება ფინანსურ სექტორში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინსვლა გვაქვს, დადებითი დინამიკა, ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი, ანუ ინდიკატორი ამისი არის მწვანე სესხების მოცულობა, რომელიც ბოლო წლების
განმავლობაში მუდმივად მზარდია. Დაახლოებით გვაქვს 30%-იანი ზრდა, თუმცა როგორც აღვნიშნე, წვლილი გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს, წვლილი მთლიან სესხებში ჯერ კიდევ დაბალია და ამ მიმართულებით მუშაობს როგორც ჩვენ, ასევე კომერციული ბანკები, რომ ეს პროცენტი კიდევ უფრო გავზარდოთ. დიახ, და მდგრადი დაფინანსების გადაწყვეტილებებს სჭირდება ძალიან დიდი ინვესტიციები. ინვესტიციების ნაწილში რამდენად აქტიურები არიან ისინი? დიახ, მნიშვნელოვანია რომ მოიზიდონ შესაბამისი რესურსი, რომ გაიცეს წვანის სესხი, თუმცა აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, რომლისგანაც იზიდავენ კომერციული ბანკები ამ რესურსს, სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ წვანე მიმართულებას და უკვე სავალდებულო პროცენტული მაჩვენებელიც აქვთ, თუ მათი სახსრები, რა პროცენტი მათი სახსრებისა უნდა განთავსდეს წვანე მიმართულებით და ეს კიდევ უფრო წლების მანძილზე იზრდება. საერთაშორისო დონეზეც მსგავსი ტენდენციები შეინიშნება. და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რომ თქვათ გარკვეული პროცენტული მაჩვენებელი საქართველოსკენაც მოიმართოს. დიახ, რა თქმა უნდა. კი ბატონო, და ბოლოს უკვე უნდა გკითხოთ, მიუხედავად იმისა, რომ ვისაუბრეთ მეორე გზამკვლევის ძირითად მიმართულებებზე, უახლოესი ნაბიჯები, რასაც ეროვნული ბანკი გეგმავს, თქვათ, წლის განმავლობაში, როგორია თქვენი გეგმები? დიახ, უკვე დავიწყეთ ამ მეორე გზამკვლევის დანერგვა და განხორციელება, ეგ წარმოდგენილი აქტივობების. ამჟამად მუშაობთ ESG, ანუ გარემოს დაცვის სოციალური და მართლობითი ანგარიშგების ფორმის განახლებაზე, რომელიც პირველ ეტაპზე 2019 წელს შევიმუშავეთ, თუმცა უნდა აღვნიშნოს, რომ მდგრადი დაფინანსების მიმართულებით შემუშავებულ რეგულაციებს, ფორმებს და პრინციპებს ყოველთვის ჭირდება გადახედვა, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად განვითარებადი მიმართულება, შესაბამისად ეხლა მუშაობს სწორედ ამ ფორმის განახლებაზე და ასევე დაგეგმილი გვაქვს ტაქსონომიის, მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის გადახედვა და განახლება წლის განმავლობაში. კი ბატონო, და ალბათ გზამკვლევის დედლაინის ამოწურვამდე შესაძლოა რომ მან კიდევ გაინცადოს ტრანსფორმაცია. დიახ, 28 წელი არის, 28 წლამდე გვაქვს გაწერილი, ასე რომ ვთქვათ, ძირითადი აქტივობები, თუმცა როგორც აღვნიშნე, იმდენად სწრაფად მზარდი მიმართულება, შეიძლება გარკვეული ცვლილებები შევიდეს, თუმცა ძირითადი აქტივობები, რაც გვაქვს გაწერილი, ეს დარჩება განსაკუთრებით მოთხოვნებისა და რეგულაციების კუთხით, თუმცა დიახ, შეიძლება ახალი აქტივობები დაემატოს. კი ბატონო, აგრძელებთ აქტიურ მუშაობას, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის. საქართველოს ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების მეორე გზამკვლევზე ვსაუბრობდით მდგრადი დაფინანსების განყოფილების უფროსთან სალომე თვალოძესთან ერთად. დაგემშვიდობებით. ჩვენ კი ვაგრძელებთ კვლავ გადაცემას. დღეს როცა ტრადიციული რეცეპტები ინოვაციურ ფორმებს იღებს, პასკა კულინარიულ მემკვიდრეობასთან ერთად ბიზნესის ნაწილიც გახდა. რა არის საჭირო იდეალური პასკის გამოსაცხობად, რა რეცეპტებს იყენებენ მზადებისას და როგორია ფასების ტენდენცია წელს, ნია ბაკურაძის სიუჟეტიდან გავიგებთ მეტ დეტალს. პასკის მომზადებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ხასიათი. თუ ხარ კარგ ხასიათზე და რა თქმა უნდა ხელსაც გიწყობს პროდუქტი, მაგ შემთხვევაში ძალიან გემრიელი პასკა გამოგივა. ეს არის ტრადიცია, რომელიც საუკუნეებს ითვლის. ტკბილი, სარიტუალო პური აღდგომის განუყოფელი ნაწილია. წლების განმავლობაში მისი მომზადების მრავალი ახალი ტექნიკა დამკვიდრდა, თუმცა ტრადიციული, კლასიკური პასკა საზოგადოებაში კვლავ ყველაზე აქტუალურია. ჩვენი პასკა არის კლასიკური, ძველი რეცეპტით, ბარბარე ჯორჯაძის რეცეპტით გაცოცხლებული და სრულიად განსხვავებული. ქართველებს გიყვარს მძიმე, სველი, ნოტიო და ნოყიერი პასკა, რაც რეალურად ყველა მომხმარებლის მოთხოვნაში აღინიშნება. გემოვნური თვისება, მე ვფიქრობ, ამ პროდუქტში არის განსაკუთრებული, ეს არის თუშური ერბა, რომელიც აძლევს იმ სიმძიმეს, იმ ნოტიოეს. ასევე ეს არის საკმაზი, სუნელები, ახალი დაფქვილი, ესკიმაილი, კარდამონი, მუსკატი. დარიჩინი, რომელიც რაც გარკვეული ბალანსირებული გემოთი გვაქვს, გადმოცემული სოფლის კვერცხი, ძე და მაღალი ხარისხის ქვილი. დრო, მოთმინება და სითბო. როგორც ამბობენ, ყველა სრულყოფილი პასკის საიდუმლო სწორედ ეს არის. მაშინაც კი, როცა შეიძლება განსხვავებული იყოს შაქრის რაოდენობაც, მოზელის ტემპერატურაც, ცომის შენახვის წესიც და ღუმელში გატარებული დროც. სწორედ ამიტომ პასკის ცხობა კულინარიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პროცესია. პასკის მომზადება გარკვეულ რიტუალზეა დამოკიდებული, მიდგომა, განწყობა, რეალურად მომზადება პროდუქტების დახარისხება და დაახლოებით 1-8 საათი მაინც ჭირდება.
ქვეყანაში სააღდგომო სამზადისი და პასკებზე მოთხოვნა 2 კვირით ადრე იწყება. ბაზარზე არსებული დაინტერესებიდან გამომდინარე, წარმოებლების რიცხვი სისტემატურად იზრდება. საკონდიტროები, საცხობები, რესტორნები და მცირე საოჯახო საწარმოები ერთმანეთთან მუდმივ კონკურენციაში არიან. ამიტომაც ყოველწლიურად ჩნდება სიახლე, ახალი არომატები თუ მომზადების ახალი, კიდევ უფრო დახვეწილი მეთოდები. ერთადერთ გამოწვევად კი ფასების მატება ღარჩება. მოთხოვნა, რა თქმა უნდა, უფრო ყოველ წელს იზრდება. ჩვენც უკვე ესე ვთქვათ, შევეჩვიეთ ამ პროცესს, როგორ უნდა დავიგეგმოთ და რამდენად სწორად შეიძლება რაოდენობრივი მიწოდება. ფასებთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ დიდად არ არის შეცვლილი, მაგრამ რა თქმა უნდა, პროცენტული ზრდა 20%-ით მაინც შეინიშნება. ზრდა, რა თქმა უნდა, განაპირობა პროდუქტის ფასის მომატებამ. დღეს ყველა პროდუქტი თითქმის გაწვირდა რეალურად და შესაბამისი ხარჯი კონკრეტულ პროდუქტთან მიმართებაში გაიზარდა, რაც განაპირობებს, რა თქმა უნდა, გასაყიდი ფასის გაზრდას. მის გარშემო იცვლება რეცეპტები, ფასები და ფორმებიც კი, მაგრამ მნიშვნელობა კვლავ უცვლელი რჩება. ეს არის სიხარულის, განახლებისა და რწმენის სიმბოლო. ტრადიცია, რომელიც აღდგომის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია. ბიზნეს პარტნიორი ამ დროისთვის დასრულებულია. საღამოს უკვე მარია ჭუჭულაშვილი შემოგიერთდებათ საღამოს ბიზნეს პარტნიორის გამოშვებით, საინტერესო თემებითა და ასევე აქტუალური სტუმრებით. მე კი დაგემშვიდობებით და გისურვებთ ნაყოფიერ დღეს. ნახვამდის.